ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ესეების წერა მნიშვნელოვნად ამცირებს ტვინის ნერვულ აქტივობასა და მის სიცოცხლის უნარიანობას. ამ საკითხზე დაკვირვებას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები აწარმოებდნენ. ექსპერიმენტში 18-დან 39 წლამდე ასაკის 54 სტუდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილე პირები 3 ჯგუფად დაყვეს. ერთი ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა, მეორე Google-ს, ხოლო მესამე დამოუკიდებლად მუშაობდა. დაკვირვებით დადგინდა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომუშავე ჯგუფის წევრების ტვინის აქტივობა იყო 55%-ით ნაკლები, ვიდრე დამოუკიდებლად მომუშავე პირების. სპეციალისტების განმარტებით, კვლევაში მონაწილე ის პირები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ, ნაკლებად ახერხებდნენ დაწერილი ტექსტის გახსენებას. მათი ნაშრომები კი ზედაპირული და შთაგონებისგან დაცლილი იყო. კვლევართა მოსაზრებით, ხელოვნურ ინტელექტზე მუდმივმა დამოკიდებულებამ შეიძლება ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და ინტელექტუალური განვითარების უნარები შეაფერხოს.